მოდის, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილი სახეები დოჰაში შეიკრიბნენ. მიზეზი ფრანკას ფონდის გალა მიღება გახლდათ, რომელიც ისლამური ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა და რომელზეც გლობალური მოდის სამყაროს ვარსკვლავები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩავიდნენ, რათა პატივი მიეგოთ ჟურნალ Vogue იტალიის რედაქტორის ფრანკა სოცანის ხსოვნისთვის. მოდა, ხელოვნება და კულტურა მსოფლიოს ყველა ხალხს იზიდავს. ეს რაღაც ერთიანობის განცდას აჩენს. კატარი, დოჰა ნამდვილად აჩვენებს მსოფლიოს თუ როგორ უნდა დაახლოვო ხალხი ხელოვნების საშუალებით. ძვირფასი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად შეკრებილებს შორის იყო სუპერმოდელი ჟიზელ ბუნჰენი. ამ ქალბატონს ძალიან მშვიდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ მკაცრი იყო. ნამდვილი იტალიელი იყო, მოსიყვარულე და ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც თავისი საქმე ბრწყინვალედ იცოდა. სწორედ ფრანკა დამიდგა გვერდით, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მან იცოდა როგორ მიყვარდა კამერის წინ დგომა და დიდებულ ფოტოგრაფებთან მუშაობა ახალგაზრდობაში. იგი დამეხმარა, რომ ამისთვის მიმეღწია, მან ორჯერ მოათავსა ჩემი ფოტო იტალიური Vogue-ის გარეკანზე. გალას მასმიზლებს შორის იყო ჟურნალ Vogue-ის რედაქტორი ანა ვინტური, რომელიც სოცანისთვის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მეგობრობდა. იგი არაჩვეულებრივი უშიშარი, გაბედული ქალი იყო, რომელიც განუწყვეტლივ იღებდა რისკს საკუთარ თავზე და მუდამ მტკიცედ იცავდა ყველაფერს, რისიც სწამდა. იქნებოდა ეს კლიმატის ცვლილების საკითხები თუ ქალთა უფლებები. როდესაც სოცანი 2016 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა, მისმა ვაჟმა დააფუძნა ფრანკას ფონდი პრევენციული გენომიკისთვის და თანამშრომლობა დაიწყო ჰარვარდის გენეტიკის მკვლევარ დოქტორ რობერტ გრინთან, რათა დნმ-ზე დაფუძნებული სამედიცინო კვლევების განვითარებას შეუწყოს ხელი. დოჰის გალა მიღებაზე $4 მილიონ მეტი შემოწირულობა შევიდა. ახლა უკვე გვაქვს გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა ზრდის კიბოს, გულის დაავადებების, აუტიზმის, გარკვეული ტიპებისა და სხვა დაავადებების რისკებს. თუ თქვენს დნმ-ში ასეთი ცვლილება შეინიშნება, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დაგემართებათ რომელიმე ავადმყოფობა, მაგრამ უკვე იცით, რომ რისკი არსებობს. და თუ კი ასეთი რისკის ქვეშ ხართ, შეგიძლია რაღაც გააკეთო კიდეც საკუთარი თავის დაცვის მიზნით. ეს ისეთი რამ არის, რაზეც მეცნიერებმა ბევრი რამ იციან, მაგრამ ხალხმა არაფერი იცის. ჩვენ გვინდა, რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ ხალხთან. მოდას და ზოგადად ხელოვნებას კი ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება სცადოს. სტუმრებს შორის ბევრს მიაჩნია, რომ სოცანი პიონერი იყო. ის იყო მრავალფეროვნების, შემოქმედებისა და ამომავალი ვარსკვლავების მფარველი. შესაძლებლობის ფანჯარას უხსნიდა ფერადკანიან მოდელებს, რომელთა ფოტოებს ალბათ არასდროს არავინ დაბეჭდავდა ჟურნალის ყდაზე. მისი დიდი დამსახურებაა ფერადკანიანებისთვის ჟურნალ Vogue-ის შექმნა. ხშირად მგონია, რომ მართალია სტილს ვქმნით, მაგრამ არ გვენდობიან. ჩემი აზრით, ფრანკა ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. ამავდროულად იყო მეოცნებე, მკაცრი და მტკიცე, მაგრამ დედასავით იქცეოდა. იცით, იგი აერთიანებდა შავ-თეთრი მიდგომის რაღაც ნაზავს. იგი აღარ არის, მაგრამ არასდროს დაგვავიწყდება. 2025 წელს დოჰაში ჩატარებული გალას აღამო კომპანია M7-თან პარტნიორობით ჩატარდა. ეს კომპანია მაგალითია იმისა, თუ როგორ ყალიბდება კატარის შემოქმედების, დიზაინისა და ფილანთროპიის ცენტრად. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ინდუსტრიასთან თანამშრომლობა, რათა უკეთ გავიგოთ თუ რა ძალა აქვს ჩვენს საქმეს და იმ იდეას, რომ ჩვენი თავი გავაცნოთ მსოფლიოს. პირადი ამბები და კულტურული იდენტობა არის მთავარი თემები გამოფენისა ძაფების გავლენა, რომელზეც 80-ზე მეტი დიზაინერის ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი. ისინი არაბულ მოდას აახლებენ. ეს გამოფენა, რომელსაც აფინანსებს არაბეთის მოდის ტრესტი, კულტურის, ამბების თხრობისა და სტილის ზეიმია, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მთელ რეგიონში. ეს გამოფენა არაბეთის მოდის ტრესტის 7 წლის რეტროსპექტივას წარმოადგენს, მისი დაფუძნებიდან დღემდე. ჩვენ გვსურდა ამ 7 წლის განმავლობაში გამოვლენილ ყველა გამარჯვებულსა და ფინალისტს მიეღო მასში მონაწილეობა. დიზაინერების დიდი ნაწილი ჩვენი რეგიონიდანაა, თუმცა გვყავს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებიც. ეს გამოფენა 7 ძირითადი თემის ირგვლივ ტრიალებს. სწორედ ესაა ის ძაფები, რომლებიც სხვადასხვა დიზაინერს აერთიანებს. კომპანია M7 პირველად აჩვენებს 100 ადგილობრივი დიზაინერის ნამუშევარს ერთ სივრცეში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს გამოფენა ძალიან მაღალი სტანდარტის დაცვით მოგვეწყო. ამიტომ ამ გამოფენას ისე მივუდექით, როგორც მსოფლიო დონის გამოფენას. გვინდოდა აქ ჩამოსულიყვნენ სტუმრები და ენახათ, თუ როგორი ნიჭიერი ხალხი გვყავს რეგიონში. ან სულაიდის მოსაზრებით, სწორედ ეს არის დამწყები ტალანტის აღზრდისა და მისი მსოფლიო დონის ხელოვნად წარმოჩენის საფუძველი.